სიგიჟე არის, საფეხბურთო ზეიმი არის ჩათვალეთ, ესპანეთში ფეხბურთის თამაში. ბოლო 2 საათი, 2 საათი ნახევარი იყო ჯოჯოხეთი. ამარჯობათ მეგობრებო, სანამ ტაქსი მოვა, კაი ამბავს გეტყვით რომ მივდივარ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ორივე მატჩზე, პირველი ესპანეთში, მეორე თურქეთში. ეხლა არის დილის 10 საათი, საშინელი ამინდი არის თბილისში, მაგრამ უარესი სიტუაცია არის ალიკანტეში, სადაც ქალაქის უდიდესი ნაწილი არის ატყორილი. არ არის მთლად კაი ამბავი, მაგრამ იმედია ყველაფერი კარგად იქნება. ეს ამბავი რა თქმა უნდა ვერ შედგებოდა რომ არა კროკოს ხარდაჭერა, შესაბამისად ყველა ის საინტერესო ინფორმაცია, სტორი, კომენტარი, გოლი, რა ვიცი, რაც შეიძლება ამ თამაშზე გადაიღოს ადამიანმა, შეგიძლიათ ნახოთ კროკობეთის სოციალურ ქსელებში. ხო, მადლობა კიდევ ერთხელ ამ კომპანიას, იმიტომ რომ გვაძლევს საშუალებას სრული დაფინანსებით რომ გავაკეთოთ ჩვენი საყვარელი საქმე. ამასთან ერთად კარგ ამბავსაც გეტყვით, კროკომ ასევე შენს გამომწერებსო, აი ეგერ ლეგენდების მატჩის ბილეთები მე დაურიგო და შესაბამისად 19 ოქტომბერს ჩატარდება დინამოსა და აიაქსის ლეგენდების მატჩი და შეგიძლიათ მოიგოთ ამ თამაშის დასასრები ბილეთები, წესებს, პირობებს და ასე შემდეგ ყველაფერს ვიდეოს შუა ნაწილში ან ბოლოში ვიტყვით. ამ მოგზაურობაში რა თქმა უნდა გვეყოლება სხვა პარტნიორი კომპანიები. მადლობა Urban Sports, ეს არის სპორტული დასაცვლისა და აქსესუარების მაღაზია, რომლის შესახებაც დეტალურად ასევე ვიდეოს მიმდინარეობისას გეტყვით და მადლობა ჩვენს ინტერნეტ ხარდამჭერ Roamingos, რომელმაც რა თქმა უნდა საუბა გამოხატა რომ საქართველოს ნაკრები სადაც არის, იქ ვარ ჩვენцо, ჩათვალეთ ეს კომუნიკაცია გქონდა. ამ კომპანიაზეც გზადაგზა გეტყვით ყველაფერს ახლა ბევრი რო არ ვილაპარაკო, წავედით დაგებრუნდებით აეროპორტიდან. იმედია ორივე თამაშიდან წამოვიღებთ 6 ქულას. როგორც მოსალოდნელი იყო, ფრენა გადაიდო მეგობრებო და ამ დროს გამოვიყენებ ნაყოფიერად და ჩემს სპონსორებზე გეტყვით ორ სიტყვას. Urban Sport-ი არის ცუცის პლატოზე ტერიტორიულად. კაპანელის 6 ნომერში დამოანათებს ყველაფერი და შეგიძლიათ მიხვიდეთ როგორც ხარისხზე ვარ პასუხისმგებელი, ასევე ადეკვატურ ფასებზეც და შეგიძლიათ ნებისმიერ დროს ეცვიოთ ამ მაღაზიას. მადლობა გვერდში დგომისთვის, იმისთვის რომ არხს განვითარებაში ეხმარება და ჩემი დიდი რეკომენდაცია მოკლედ Urban Sports. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთ გამორჩეულ ქართულ კომპანიას Roamingos. ამ ეტაპზე ჩემი ინტერნეტ ხარდაჭერი არის მილანში აეროპორტში ვიმყოფები და გააქტიურებული მაგალითად ჩათვალეთ ერთ-ერთი საუკეთესო ხარისხის მომსახურება აქვთ აპლიკაციას, როგორც კი გადმოწერთ მათ ნახავთ უამრავ ბენეფიტს, უამრავ შეთავაზებას. 190 ქვეყანაში არიან მინიმუმ, სადაც შეგიძლიათ Roamingos გამოყენება და შეიძლება Amazon-ის ჯუნგლებს ვერ ფარავენ, მაგრამ ეგეც არ არის გამორიცხული უკვე. მაგის აფარვაც შეეძლოთ, იმდენი ქართველი არის ჩასული ბოლო ერთ თვეში. Roamingos ძალიან დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის და რა თქმა უნდა რეკომენდაციას უწევ, გადმოიწერეთ მოკლედ აპლიკაცია მოგზაურობის დროს და ძალიან ბევრი ბენეფიტი დაგხვდება შიგნით. შეგიძლიათ მორჩენილი ინტერნეტის შემდეგი მოგზაურობისთვის შემოინახოთ ან მეგობარს გაუნაწილოთ. იმდენად ბევრი ბენეფიტი აქვს, რომ მგონია რომ კიდე არაერთხელ ვითანამშრომლებთ. დანარჩენს გზადაგზა გეტყვით, მინდა რომ ის ხარდაჭერა რაც ჩვენს მიმართ გამოხატეს 10 მაგად დაუბრუნოს, შესაბამისად არაერთხელ ვისაუბრებ ამ კომპანიებზე. ეხლა ის გადამჩენია დავებოდო მოკლედ ფრენა როდის განახდება და როდის ჩავალ ალიკანტეში. ჩამოვედი მეგობრებო 12 საათია თაგვარი საშინელი ამინდი დამხვდა და ჩეში უნდა გადავიდე იმედი რომ შვიდად ჩაივლის ეს ყველაფერი. ეცდები ქალაქში არსებული სიტუაცია მინიმუმ ტრანსპორტიდან გალა. დანარჩენს უკვე სახში რომ მივალე გეტყვით რა წავედი. როგორც იქნა მოვედი, აი მართლა საშინლად დაყრილი ვარ. როგორც იცი დამდილის მერე გზაში ვარ და კაი 12 საათი გამოვიდა, ეხლა ვარ უკვე ელჩეში, სასტუმროში და პატარას დაგათვალიერებინებთ და უკვე ხვალიდან, ანუ 11 რიცხვიდან მატჩზე ვიქნებით ორიენტირებული თავიდან ბოლომდე. Buenos días.
მოგესალმებით მეგობრებო ელჩედან, მაგრამ პრინციპში რაღაც მოგესალმებით დილავშვიდობისა, იმიტომ რომ თავიდანვე ვიცუყურებთ ამ ვიდეოს მიხვდებოდით, რომ ელჩეში ვარ. დღეს საქართველოს ნაკრები თამაშობს ესპანეთთან. არის საკმაოდ პრინციპული და საინტერესო დაპირისპირება. ესპანეთი ძალიან ბევრი ფეხბურთელი აკლია და საერთოდ არ არის გამორიცხული, რომ ამ შეხვედრიდან მინიმუმ ქულა წამოვიღოთ, მაგრამ მე ქულისთვის არ ვარ ჩამოსული ამ თამაშს მოვიგებთ. ერთი თლოს მოვიგებთ და გაიწარს ვიქაუტაძე. დაიბახსოვრეთ. მოკლედ დილით როგორც კი გავიღვიძე ChatGPT-თან ეგრევე მეთქი კომუნიკაცია დავამყაროთ, ვითხარი ელჩეში რა ვლახო, იმიტომ რომ აქ მეორეჯერ არ ჩამოვალ. საკმაოდ დიდი დროულდა და არ მგონია ელჩე ქალაქი იყოს, რომ მეორეჯერ უნდა ჩავახვიდე. რა ვლახო, როგორ ვლახო, ჩემს მაყურებლებს რა მოეწოლებათ, რა ადგილები, ყველაფერი მითხარი, მეთქი, რა ვიცი, სანამ დრო მაქვს, ყველაფერს გადავიღე. მოვწერა რაღაცეები და მივდივარ ამ რაღაცეების სანახავად და დრო რამდენიც მეყოფა, იმდენ ლოკაციას ვლახავ. თამაში არის საღამოს, ქოვაგებით სავარაუდოდ საღამოს შეიკრებებიან, ჯერ არაფერი ინფორმაცია არ მაქვს, იმიტომ რომ არაფერი არ დაწერილა. რა ვიცი, სანამ დრო გვაქვს, შევირგოთ ხალხო ყოველდღე ვარ ესპანეთში. თქვენ არხი გამოიწერეთ ამაცობაში, პლუს ამას სარიზილაკი გააქტიურეთ, მოკლედ არხს განვითარებაში დაეხმარეთ და ვეცდები რომ უფრო მეტი რაღაცა გადავიღო რა, მართლა ვეცდები. პლუს ამას მადლობა კიდევ ერთხელ ჩემს სპონსორებს, რომელთა გარეშეც მე დილა ესპანეთში არ გამითენდებოდა მეგობრებო. და ეს სპონსორები არიან კროკო, რა თქმა უნდა. კროკო არაოფიციალური სპონსორი, რომ კროკოზე ხო გახსოვთ რომ შეგიძლიათ ყველაფრის ნახვა, სანამ მე თქვენამდე რაღაცა ვიდეოს მოვიტანო, ეს უკვე კროკოზე დევს და დავდე ისევ მე. რა იცოდეთ. ამიტომ რაღაცებს რო არ ჩამორჩეთ, ნახეთ ხალხო იგრევე კროკოჯის სოციალურ ქსელები გამოიწერეთ და ნაკრების გარშემო ნახავთ ყველაფერს. პლუს ამას 19 ოქტომბერს არის თბილისის დინამოსა და აიაქსის ლეგენდების შეხვედრა. 19 ოქტომბერს ბილეთები ჯერ კიდევ არის ასე თუ ისე. შეგიძლიათ იყიდოთ. საოცარი შოუ გელოდებათ, საოცარი გათამაშება გელოდებათ. თბილისის დინამო ათამაშებს მანქანას ხალხო მინი კუპერს. მეტი რაღა გინდათ ეხა მიდიხარ, მანქანით მოდიხარ უკან. ძალიან მარტივი არის. მადლობა ჩემს კიდევ ერთ სპონსორს Urban Sports, რომელიც თავისი მისამართით და თავისი ყველაფრით გამონათდება. Roaming-ოს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომელიც სიმართლე გითხრათ მაოცებს, იმიტომ რომ მეორე დღე არის ესპანეთში ვარ და ელჩეში და იმდენად კარგად იჭერს ინტერნეტი, რომ მართლა ძალიან გაყოფილი ვარ. მოკლედ, ყველა სპონსორს ძალიან დიდი მადლობა. კიდევ არაერთხელ გეტყვით მოკლედ მადლობას, მაგრამ ეხლა უნდა წავიდით და ელჩე დავათვალიეროთ, თორე მოსაბეზრებელი არის 2 წუთი რომ ვლაპარაკობ მე რა. Ciao, adios. არ ვიცი. პირველი შერჩეული ლოკაცია ChatGPT-ის მიხედვით არის პალმების ბაღი, რომელიც იუნესკოს მიერ არის დაცული და ელჩეში მაგის უნახავადო, წახვალო რა ელჩე და კაი ბატონო, წავედით ნახოთ ხა პალმების ბაღი, რომელიც იუნესკოს მიერ არის დაცული. სანამ პალმების ბაღამდე მივალთ, სადაც რაღაცეებს გიზიარეთ, რომ მე უკან არ მომიწიოს მობრუნება ყველაფრის გადასაღებად და მოკლედ საოცრად ლამაზი ადგილი არის, სადაც მე მოძრაობ ხა და პლუს მაგას უამრავი პალმა არის და რაღაც სიახლე რო არის, თვალს რაღაცაირად ხვდება ეს ყველაფერი. თქვენ გამო გავიარე კილომეტრი და 400 ფეხით რომ მოსულიყავი აქ და მენახები და თქვენთვის ერთ-ერთი გამორჩეული ტერიტორია, რომელსაც როგორც უკვე გითხარით, იუნესკო იცავს. პალმების ბაღი მეგობრებო, დატყვით. ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი და გამორჩეული სანახაობა ყოფილა ელჩეში და სხვა თუ ვერაფერი ვერ განახეთ ესპანეთს რო ნახოთ. კუპატი ვიპოვე მუზეაზის ჩემხელა, მაგრამ მსგავსება არის კუპატით. მოკლედ ამბავი არის ეგეთი ამ გაუგებობაში როგორ მოხვდი. აგრიკულტურის განვითარებისთვის ყოფილა მოწყობილი ეს ყველაფერი, რომ რაღაც თავიანთი ნაწარმი გამოიტანონ მოკლედ ადგილობრივებმა და რაღაცემა იყიდონ, რაღაცემა გაიგონ მათი შესახებ და ასე შემდეგ რა. აი რაღაცა კი იყო ის. მოუწყდი ახლა მაგ რეალობას. ოპა, ეს რა არის ბიჭო? ქვევრი აქვს მას გამოტანილი და
ყავას როგორც ვამბიცი, აი აფერისტულად ვარ, აი სამსახურში მივიდი და დილით დავლიო ხოლმე და რაღაცა აი დიალოგი არის, რაღაცა მე აივანზე გავდივართ რაღაცა და მოკლედ სახში არ ვსვამ ყავას, მაგრამ ეხა უყურეთ აქ რა მოიტანეს, ყოველ დილით აქ არა მოვიდი ამის დასალევად. უსაყვარლესი გოგო ხომ მუშაობს და ნუ ფასიც ხო რაღაც ძალიან ადეკვატური არის ხან ყველაფერში ელჩეს ცენტრში ვარ და გარავიხადე 3 ევრო და რავი 3 ევრო არაფერი არ არის. მოკლედ ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ქალაქით, ძალიან მომწონს. ეხა ის გადარჩენია რომ დღეს ესპანეთს მოვუგოთ რომ მე ჩემი სახლის მეპატრონის რომელმაც მითხარო ბუდიშია ჩვენო მაგნაწილში ვერ მეგობრებთო და აუცილებლად მოგიგებთო წერილი დაუტოვო და ისე წავიდე აქეთ. სანამ მე ამ ყველაფერს დავაგემოვნებ და კლუბის მერე სიგარეტსაც მოვწევ, მაგრამ თქვენ არხი გამოიწერეთ. სახლში ვარ უკვე მეგობრებო, გადავწყვიტე რომ დავისვენო ცოტა ხანი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვიარე, რაღაცები გადავიღე, რასაც ვიდეოში ჩავსვამ აუცილებლად. ეხლა რა ხდება? ცოტა ხანი დავისვენებთ, გულშემატკივრების თავშეყრის ადგილამდეც ახლოს არის, ჩემი ლოკაციიდან შესაბამისად 18 საათზე მანდ მივალ. მანამდე გეტყვით რომ ამ ვიდეოს კომენტარების ქვეშ უნდა დაწეროთ რაც გინდათ, თავი არ შევაგინოთ ერთმანეთს. განსაკუთრებით მე. რაც გინდათ დაწერეთ და გექნება ჩანსი მოიგოთ თბილისის დინამოსა და აიაქსის ლეგენდების მატჩზე დასასრები ბილეთები. ოღონდ ამ მატჩზე უნდა მოხვიდეთ ფეხით აუცილებლად, ანუ მეტროთი ან ნებისმიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტით, იმიტომ რომ შანსი გექნებათ მოიგოთ მინი კუპერი და ვინც ის იქნება უკან მანქანით მოგეწიოთ წასვლა. კაი, დავისვენოთ ახლა და უკვე სამატჩო ამბებით დაგიბრუნდებით. წავედით მოკლედ კომაგების შეკრების ადგილას. სუდი ამბავი ის არის რომ სრულობა არ იქნება და მიზეზი ასევე ის არის რომ სტადიონიდან საკმაოდ შორ მანძილზე გამოყვეს შეკრების ადგილას შესაბამისად სრულობა ფიზიკურად ვერ გამოვიდოდა, ამიტომ მივიდეთ ახლა კროკოს მიერ მოცემული საჩუქრები გავაჩუქოთ ადგილზე და შემდეგ სტადიონისკენ დავიძრათ და იქიდან იქნება მთელი ამბები და წარმატებები მოკლედ საქართველოს ნაკრებს ძალიან მჭირდა რომ იმის ფონზე რაც ესპანეთის ნაკრებს ჭირს და ეს არის არაერთი ტრავმირებული ფეხბურთელი მინიმუმ ქულის აღება შეგვიძლია და ნახოთ რა იქნება. პიკეს სახლი იმდენჯერ გავუქურდეთ ქართველებმა საერთოდ არ არის გამორიცხული რომ სანამ ჩვენ თამაშზე ვიქნებით პიკეს შემოვიდეს და რაც კი წასაღებია ყველაფერი წაიღოს ჩემი ბინიდან ძალიან მარტივად შეუძლია გატეხოს. მაგრამ პიკემ არ იცის რომ მე არაფერი არ მაქვს. ამას გადავუღე რა სიგარეტი რო უჭირავს. დინამო თბილისის იმ ლეგენდარული შემადგენლობიდან სამი ფეხბურთელი დამისახել და დინამოსა და აიაქსის ლეგენდების მატჩის ბილეთებს გაჩვენე. აჰა, ჩივაძე და არასელია ყიფია. ეგ არის. ესე მარტივად ცხოვრებაში არაფერი არ არის. დინამო თბილისის ლეგენდარული შემადგენლობიდან სამი ფეხბურთელი დამისახელით და საქმე დინამო თბილისსა და აიაქსის ლეგენდების მატჩის ბილეთებს გაჩვენე. ესე იგი, ყიფიანი, შენგელია, ჩივაძე. ბატონო ჩვენგან. დიდი მადლობა. უცაევი, დარასელია და ყიფიანი. კომაგების თავშეყრის ადგილას აღარ გავჩერდი. ბევრი გულშემატკივარი არ იყო, პლუს უკვე გითხარით რომ სრულობა არ იგეგმება. შესაბამისად, ბილეთები როგორც კი გავათამაშე, დავიძარი ხა სტადიონის მიმართულებით და ფეხით მიდიოდი ჯერ დრო მაქვს და ამ ფეხით სიარულს ცოტნეს ვიძღვნი. ჩვენს მეგობარს. ეს ბილეთები აქ კი გავათამაში ხალხო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ გათამაშება არ იქნება. კომენტარები დამიწერეთ და ამ კომენტარებიდან რენდომაიზერზე დავარჩევ რამდენიმე გამარჯვებულს. გათამაშების გამარჯვებულის გამოვლენის პროცესს გადავიღებ და მინიმუმ YouTube შორტად დავდებ რომ ყველაფერი იყოს ისე როგორც საჭიროა. შესაბამისად, გელოდებით კომენტარებში დაწერეთ რაც გინდათ და ბილეთების მოგებასთან ერთად მანქანის მოგების შანსი გაქვთ. ეგ კარგად გახსოვდეთ. გარე ლოკაციაზე არსებული ფანშოპები სტადიონის მიმდებარედ ყველგან საერთოდ სტადიონის ტერიტორიაზე ვარ და მოთხოვნა მაქვს რომ გადადგეს ელჩეს გამგებელი თუ რავი მე ვინც ყავთ. ნახეთ რა ტყლაპო. ესპანეთის ნაკრების ავტობუსი მოვიდა და გამოიწვია სრული ქაოსი. შევედით მოკლედ მეგობრებო სტადიონს. არა რა სიგიჟე არის, საფეხბურთო ზეიმი არის ჩათვალეთ ესპანეთში ფეხბურთის თამაში.
მოკლედ ესპანეთის ბლოგი ამით დასრულებული არის, ეხლა მოვედი სახლში და ჩანთაც არ გადამივდია, პირდაპირ დასასრული მინდა ჩავწერო. რეალობა ის არის, რომ საშინელი თამაში ვითამაშეთ. ბევრად მეცველოდი, პლუს მაგას პრობლემები შემექმნა სტადიონზე შესვლისას პაუერბანკის გამო, გამომაგდეს, მე თავიდან არ მიშვებდნენ. მე საიდანაც გამომაგდეს იქ მივედი ვაკაკუნე რომ ერთი გიჟები ხო არ ხარ და ამდენი 1000 კილომეტრი ჩამოვედი ამის გამო თქო. მე ვინც გამომაგდო იმან კაი ჯანდაბასო და თავიდან შემამოწმა და შემიშვა. ტელეფონები საერთოდ არაფერს არც ერთ ხაზს არ იჭერდა სიხშირეზე შესაბამისად ბევრი რაღაცა წყალში ჩამეყარა, ისთვისაც იდეაში ვიყავი აქ და მაგანაც ძალიან დამთვრუნა, შეიძლება ითქვას წაგებაზე მეტადაც კი. მადლობა ვინც ვიდეოს ბოლომდე უყურეთ. მადლობა სპონსორებს, არხი გამოიწერეთ და შევხვდებით უკვე თურქეთის ვლოგში. იმედია გადავიღებ, იმიტომ რომ ძალიან საშინლად ვარ ახლა. ბოლო 2 საათი, 2 საათნახევარი იყო ჯოჯოხეთი თავიდან ბოლომდე. დროებით.